და სავარაუდოდ ან სენაკში ან ქუთაისში მეორე, რომლის მანქანებსაც ხედავთ აქ. ეს იქნება თუ არ იქნება ხელი შეშლა. ძალიან დიდ მადლობას, რომ საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს თქვენ და თქვენმა უმასპინძლეთ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენისთან და წარმატებულ ბიზნესმენთან შევხვედრა. იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდები ღებულობენ არნახულ განათლებას, თვითონ ეს არ არის ხომ მხოლოდ თეორია, თქვენ პრაქტიკულად გამოიარეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელთაც მიაღწიეთ არაერთ წარმატებას. დღეს ჩვენ აქ საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ვართ წარმოდგენილი, მე გიორგი გოგიაშვილი ვარ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი და კურატორი და აქ არიან წარმოდგენილები ასევე ლიდერები, ჩვენ გვაქვს კომიტეტები მიმართულებების, სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის ბიზნესის მიმართულებით და ჩვენ მართლა აღფრთოვანებული ვარ და თქვენ ხედავთ ახალგაზრდებით როგორი დიდი ყურადღებით გისმენდნენ და გადავცემ ყველა სიტყვას, ვისაც კითხვა ექნება თვითონ ბატონ გელასთან. ჩემ ბიზნესი მაქვს, მე უკვე ოღონდ ცოტა საგანმანათლებლო არის, თლად ესე გაყიდვა არ არის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ბიზნესი ქვია უკვე ყველა იმას. არა. საგანმანათლებლო პროექტებს ვატარებ, მაგრამ ფასიანია. მაგრამ სამომავლოდ პირველი ეს თქვენის შეცდომა დავიჭირეთ ჩემი თავი ერთ იმაში, რომ პარტნიორი მყავს ამ საქმეში და ნელ-ნელა ხვდები რომ არ უნდა მყავდეს და მინდა მეორე ბიზნესის კი და მართლა საქმეში უკვე ერთ თვეში მივხვდი რომ არ არის საჭირო პარტნიორი. და მეორე ბიზნესი დაწყება მინდა, რომელიც არის მართლა ძალიან დიდი და სამირჩევა მინდა თქვენგან. ოღონდ აი მართლა გარდა იმისა, რომ ნოლიდან უნდა დაიწყო და ასე შემდეგ, სამირჩევა მინდა, აი ყველაზე მეტად რაც უნდა გავითვალისწინო და ყოველთვის წიროდა მხვდება და ზუსტად რომ მივხვდები, აი თქვენ ახლა დღეს რასაც მეტყვით, 5 წელი რომ გავიდეს, აი მე რო გამახსენდეს და თქვა რომ აი მართალი იყო თქვაც ყველაზე ბატონი გელა ამაში და ყველა ვარიანტი უნდა გამithვალისწინებინა ის და მართლა რომ ცხოვრების შემცვლელის იქნება ჩემთვის და ძალიანაც დამეხმარება ამ ბიზნესში. დიდი მადლობა. როგორი კარგად მომისმინეთ. მარტო თქვენ კი არა ყველა. რაც შენ იცი შენს დაქალს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი, შენ ქმარს არ უნდა უთხრა. რაც შენ იცი და შენ რაც მარტო შენ უნდა იცოდე, ეს მარტო შენ უნდა იცოდე. შენი მტერი პირველი არის შენი ენა. მეტი შენ მტერი არავინ არ აკავს. სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ბიზნესები ზოგადად ამას მხოლოდ სახელისთვის აკეთებენ, რომ აი იმიჯი შეიქმნან და თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ თვითონ გულიდან მოდის ეს თუ თქვენს როგორც სხვა ბიზნესები უბრალოდ ეგრე სახელისთვის აკეთებთ. სიკეთე რაც მე გამიკეთებია, არასდროს არ მithქვია და არსად არ ჩანს. და მე თქვენ იტყვით რომ შენც იგივე ხარ რაც ის. თუ აკეთებდი, რატო არ ამბობდი? მაგრამ მე თქვენ თუ აკვირდებით ამ ბოლო დროს, ადრე ვეხმარებოდი, ვისაც ლამბორჯინი ყავდა, საჩუქრად უგზავნი